ხვალ აგვისტოს 5 დღეს უკვე ლონდონში უჩვენებენ თბილისის ამერიკელი სტუმრები. დღეს სწორედ ინგლისის დედაქალაქში გაემგზავრნენ საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრებად, თუმცა მანამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები იმ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ჟურნალისტებს, რომლებითაც ისინი საქართველოში მოიხიბნენ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი მოგონებებში ქართულ კულტურასა და სამზარეულოს უკავია. Only 2 minutes, please. შერონსტოუნმა საქართველოსთან გამგზავრების წინ რუსთავიორის თხოვნაზე უარი აღართქვა და საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს აეროპორტში გაუზიარა. ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ორდღიანი ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოსსა და აგვისტოს ომის შესახებ რეალური წარმოდგენა შექმნოდა. I loved being here. I loved seeing your country. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიყავი და მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა ვნახე. ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს გაცნობა. მომეწონა ის ლამაზი ეკლესიები, რომელიც დავათვალიერე და უზომოდ კმაყოფილი ვარ პატრიარქთან შეხვედრით. ქართული კერძები უგემრიელესია წონაში ძალიან მოვიმატე. მოხარული ვარ, რომ ომის შესახებ ფილმის პრემიერას დავესწარი. ძალიან ვწუხვარ იმასაც, რომ ომის გამო ბევრ ადამიანს თავისი სახლების დატოვება მოუხდა. გისურვებთ კარგ მომავალს და ამ მდგომარეობის გამოსწორებას. მე შევხვდი ბევრ ადამიანს თქვენი მთავრობიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხელისუფლება გყავთ. შესანიშნავი ხალხი მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში. ძალიან დიდ პატივს გცემ. თბილისიდან გამგზავრების წინ ცნობილმა მსახიობმა, რომელიც ბოლო დროს პროდიუსინგითაც არის დაკავებული, ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ფილმების გადასაღებად კარგი პირობებია. I think that your film. ძალიან კარგად იყო ორგანიზებული პრემიერა. საქართველოს ფილმის გადასაღებად ულამაზესი ადგილია. ყველას ურჩევ აქ ჩამოსვლას ფილმის გადასაღებად. Come here and make film. აგვისტოს 5 დღის პრემიერაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისი დღესდღეობით თავად ფილმის განამღებმა ჯგუფმა, რეჟისორმა რენი ჰარლინმა, ენდი გარსიამ და სხვა მსახიობებმაც დატოვეს. ისინი საქართველოდან ლონდონში ევროპული პრეზენტაციისთვის ერთად გაემგზავრნენ. It's not my last expression because I'm coming. ეს არის ჩემი ბოლო შთაბეჭდილება, მე საქართველოში დავბრუნდები. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და თბილისი. ყველაფერი რაც ამ ქვეყანას უკავშირდება. იმედი მაქვს უკან დავბრუნდები და ზაფხულითა და ზამთრით ვისიამოვნებ. ფილმის პრემიერა იყო ულამაზესი. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. მე ნამყოფი ვარ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე, კანის ფესტივალზე. ფილმებზე მუშაობ 25 წელია, მაგრამ უშინდელი საღამო იყო ყველაზე ლამაზი ჩემს ცხოვრებაში. It's not my last expression because I will have again an expression. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ჩემი ბოლო შთაბეჭდილება საქართველოს შესახებ. მე აუცილებლად დავბრუნდები. ძალიან კმაყოფილი ვარ პრემიერით, ულამაზესი საღამო იყო, ძალიან ემოციური, როგორც ეს თავად შეგიძლიათ წარმოედგინოთ. ყოველთვის, როცა საქართველოში ჩამოდივარ, განსაკუთრებულად ბულთბილად ხვდებიან, როგორც უშუალოდ ორგანიზატორები, ისე ხალხი. ჩემთვის ეს არის სახლი სახლის გარეთ. ქართველი ხალხი განსაკუთრებულია, უზომოდ თბილი და ამიტომ ძალიან მიყვარს ის. საჭმელიც მომწონს, მაგრამ ადამიანებს განსაკუთრებულად განვუყოფთი. ლონდონური პრემიერის შემდეგ არ არის გამორიცხული ენდი გარსია და რენი ჰარლინი თბილისში მალე დაბრუნდნენ. მით უმეტეს, რომ ჰოლივუდელი რეჟისორისთვის საქართველომ ახალი დატვირთვა შეიძინა. Being back home, you have to kiss the ground. Georgia. როგორც გაირკვა, განსაკუთრებული დამოკიდებულება აგვისტოს ომის ავტორს ქართული სამზარეულოს მიმართაც აქვს. ერთ-ერთი პირველი, რაც რენი ჰარლინმა აეროპორტშივე მოითხოვა, ხინკალი იყო. ხელ 4 საათზე ჯგუფის მოთხოვნა იყო ქართული საჭმელი და დილის 4 საათზე ჩვენ ვესტუმრეთ რესტორან მასპინძაოს და კონკრეტულად ხინკალი იყო მოთხოვნა. განსაკუთრებული მოთხოვნები არ ქონია შერონ სტოუნს, რომელიც აგვისტოს 5 დღის მონაწილეებისგან განსხვავებით საქართველოში ფილმის პრემიერამდე 1 დღით ადრე ჩამოვიდა და თავისუფალი დრო თბილისის დათვალიერებისთვის გამოიყენა. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მას მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა. პრეზიდენტის სასახლეში ჰოლივუდის ვარსკვლავი იმ დროს მივიდა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ამერიკელ კონგრესმენებს ქალაქის ხედებს ათვალიერებინებდა. უძველესი ადგილებია ეს კედელი მე-9 საუკუნით თარიღდება. ეკლესიაც მე-9 საუკუნეშია აშენებული. თვითონ ძველი ქალაქი კი მე-16-მე-17 საუკუნეებიდან არსებობს. ხიდი ახლახან ავაშენეთ. ამ ადგილას ახლა ძალიან ბევრი ახალი შენობა, ხორციელდება ახალი პროექტებით. ეს სასახლეც ახალია. მოდით სურათს გადაგიღებთ. დიახ, რა თქმა უნდა. ამ ხედის ფონზე ძალიან კარგი ფოტო გამოვა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ჰოლივუდის ვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლეში გიდობა თავად გაუწია და ის ფოტოები აჩვენა, რომელიც ფილმზე მუშაობისას გადაიღეს. ეს არის ენდი გარსია გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. შვენიერია. ეს კი ჯორჯ ბუშია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს ჩემი პატარა შვილია, 5 წლის არის. სამხედრო კარავი აქვს და იქ იძინებს ხოლმე. ღმერთო ჩემო, ძალიან საყვარელია.
პრეზიდენტმა ამერიკამ მსახიობს საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებიც გააცნო. ეს ახალი დელფინარიუმია ჩვენს ზღვისპირა ქალაქში. ძალიან ჭკვიანი დელფინები არიან, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. გასაოცრება. ეს ქანდაკებაც ბათუმში დგას. ღმერთო რა ლამაზია. ეს არის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სხეული, რომლებიც რაღაც მომენტში ერთ სხეულად გარდაიქმნებიან და შემდეგ ისევ ერთმანეთს შორდებიან. საოცრად ლამაზია. ეს არის ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა. ეს ქალაქი აქედან 2 საათის სავალ გზაზეა. ეს კი მთავრობის სახლია. ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი და სამთო სათხილამურო კურორტი გავხსენი. იქ თოვლის აფხულშიც კი მოდის. სანაპიროდან მხოლოდ საათნახევარ სავალ მანძილზეა. ყველაზე ემოციური კი არაერთი თრილერის გმირისთვის პრეზიდენტის სასახლის გუმბათის მინის იატაკზე გავლა აღმოჩნდა. ამ ადგილას არ დადგეთ, ძალიან საშიშია. მოდით მაინც დაგაყენებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ცეკვაც კი შეიძლება. ამ მცირედი ექსტრემის შემდეგ შერონ სტოუნმა მიხეილ სააკაშვილთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ფილმის პრემიერამდე კი ამერიკელი ვარსკვლავი მეტეხის ეკლესიაში იმყოფებოდა. შერონ სტოუნმა თბილისის ძველ უბნებში გასეირნებაც მოასწრო. ბავშვებთან სურათიც გადაიღო. მოგვიანებით რეზო გაბრიაძის კაფე არ დაიდარდოში გაჩერდა. თოჯინების მუზეუმთან კი მას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე შეუერთდა. შერონ სტოუნი ქართული ტკბილეულითაც დაინტერესდა. ამის შემდეგ კი მეგა ვარსკვლავმა საპატრიარქოში გადაინაცვლა. უწმიდესმა მას ზამთრის ბაღი დაათვალიერებინა და საკუთარი საგალობლები მოასმენინა. ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მისთვის ჩვეული სითბოთი გულისხმიერებით მიიღო სტუმარი ეს რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა საპატრიარქოში პატრიარქმა მოასმენინა მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები ავე მარია და სანქტუსი. ამერიკელი სტუმარი ქართული ეროვნული ტანსაცმლითაც დაინტერესდა. ის ჟარდენზე სამოსელი პირველის მაღაზიას ესტუმრა. მოგვიანებით ერეკლეს ქუჩაზე სპარსული ხალიჩებიც დაათვალიერა. აგვისტოს 5 დღის პრემიერის შემდეგ კი ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ქართველებს მშვიდობა უსურვა. Thank you very much. Peace.